იქნება და ამ აზრს საერთოდ არსებობის უფლებაც არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნური. რაც შეეხება იმას, რატომ რა არის ცუდი იმაში, რომ დაუშვათ დაელოდო პოლიტიკურად სასარგებლო მომენტს იმისთვის, რომ მიიპყრო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მეორე ნაწილში ამის თქმას ვაპირებდი სწორედ. მაგრამ რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო კომპონენტის გამოყენება, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ძირითადი ამოცანა. ჩვენ ამისთვის ვიყენებთ გაეროს ტრიბუნას და გამოვიყენეთ ასევე, როდესაც პრეზიდენტი გამოდიოდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სიტყვა, სადაც საუბარი იყო არა მარტო ქვეყნის პრობლემებზე, არამედ ზოგადად კავკასიის პრობლემებზე და საუბარი იყო, რომ თუ არ მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი ჩარევა ამ რეგიონში, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება. ეს ასეა, ამის გარდა ჩვენ ასამბლეის გადაწყვეტილებებს ძალიან სერიოზულად ვიყენებთ და ჩვენ განცხადებაში სწორედ ეს არის აღნიშნული, რომ ამ დინამიკამ გააღეზიანა რუსეთი თუ იგივე საკითხზე ომის წინა პერიოდში ხმების შემდეგნაირად გადანაწილა 14-11-ზე და ჩვენ განცხადების გატანა ასამბლეაზე საკმაოდ პრობლემატური იყო, დღეს იყო 50-17-ზე და თუ არ ჩავთვლით სერბეთს, სასომხეთს და თვითონ რუსეთს, ნორმალური სახელმწიფო, რომელსაც ჭკუას ეკითხებიან საერთაშორისო დონეზე, ამ 17-ში რეალურად არ არის. და მეორე მხარეს 50-ში არის ყველა წამყვანი სახელმწიფო და ის სახელმწიფოები, რომლებიც სერიოზულ გადაწყვეტილებებს ალბათ ის არის რა ფაქტობრივი შედეგი მოყვება მსგავს რეზოლუციებს. აბსოლუტურად გეთანხმებით, მარტივად გეტყვით, სწორედ ამდაგვარი რეზოლუციების საფუძველზე შეიქმნა მაგალითად ისრაელის სახელმწიფო. სწორედ ამდაგვარ რეზოლუციას ასაჩივრებდა უკვე დღეს სერბეთი, როდესაც მას კოსოვოს დამოუკიდებლობის გამო პრობლემები შეექმნა. ამიტომ ეს არის ის დონე, სადაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მაგალითი შემიძლია და უამრავ ჩამოგითვლით თუ თქვენი ფორმატი ამას აიტანს, ამის პრობლემა არ მაქვს ნამდვილად. ეს არის რეალობა, ამიტომ ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე უნდა დავაფიქსიროთ, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა და უფრო მეტიც. არც ფაშისტური ოკუპაციის დროს, არც საბჭოთა ოკუპაციის დროს, არც ერთ ლიდერს არ მიუღია ამდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ეთნოწმენდა მომხდარი რეგიონისთვის დაერქმია დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს გააკეთა მხოლოდ რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ და მე დარწმუნებული ვარ ამისთვის ის აუცილებლად დაისჯება და გადაიხდის კონტრიბუციას აქ ჩადენილი დანაშაულის. თუმცა დღეს ფაქტობრივი მდგომარეობა ისეთია, რომელსაც ბატონი მამუკა უწოდებს ცოცავ ანექსიას. მე მინდა წავიკითხო ირაკლის სესიაშვილის დღევანდელი განცხადებიდან პატარა ნაწყვეტი, რომელიც ამბობს, რომ თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერება არ მოხდა, ისინი ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ. ბატონო მამუკა, ასეთი დრამატულია სიტუაცია. დრამატულია სიტუაცია, სხვადასხვა ცოტა თუ მაგ ერთი წუთი მე უბრალოდ სიტუაციას გეტყვით. დრამატულია უაღრესად, იმიტომ რომ 2012-ში არჩევნები აქვს პუტინის, რომელმაც პრაქტიკულად რუსეთის ეკონომიკა დამარხა თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში, აქედან გამომდინარე მას სჭირდება სერიოზული, ესე ვთქვათ, სერიოზული ეპიზოდები, ფაქტები იმისთვის, რომ ერის ლიდერის მდგომარეობა დაიბრუნოს, განსაკუთრებით მას მერე რაც მედვედევმა ლუშკოვი მოხსნა. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ მდგომარეობის გამწვავებას. უნდა გავიცდება 5 ოქტომბერი მოდის, ეს არის სამშაბათი. 5 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტი დაშნაკ ცუტუნის ინიციატივით იწყებს ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას. ეს აგდებს უაღრესად მძიმე მდგომარეობაში სომხეთის მთავრობას. იმიტომ რომ უარი თქვას არ გამოვა, დაეთანხმოს უფრო ვარეს. პლუს აზერბაიჯანის პოზიცია, ესე იგი აქედან გამომდინარე, საკმარისია იმათმა მიიღონ პარლამენტმა გადაწყვეტილება, რომ ისა, რა ქვია, აღიარონ ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მესამე დღეს, ესე იგი, აზერბაიჯანი მოინდომებს შესაბამის ღონისძიების ჩატარებას გასაგებია. ჩვენ აქ 2 წელს შუა ვართ ჩავარდნილი. რუსების მდგომარეობა რასაკვირველია, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება და მარტივი იქნება, ჩვენ გარშემორტყმული ვართ რუსული ბაზები და რა მოხდება კაცმა არ იცის და რასაკვირველია, ეხლა ეს ანექსი არის აი ამ გარკვეული გეგმის ნაწილი, აი ამ პატარა მცირე ანექსია. ეს ხდება საზღვარზე, ერთი ნაბიჯებით ეს ხდება აი ამ ბუფერულ ზონებში, ეს ხდება ყველგან საერთოდ ახლა უზარმაზარი გზა გაყავთ იქ სინაგურაა სოფელი პერევის დრო ხარ მიმაგდე. არა. მოკლედ იქ გარშემო გზა გაყავთ, აქეთ გზები, მოკლედ გზების კეთება მიდის ახლა ინტენსიურად მთელ ამ ტერიტორიაზე პლუს პერიმეტრს, რა ქვია, ჩრდილოეთ კავკასიის, უბრალოდ კავკასიონის ქედის. მოკლედ ძალიან ბევრი თემებია, რაც საბოლოო ჯამში პრინციპში იწვევს ძალიან რთულ პერსპექტივას, კი არ იწვევს რთულ პერსპექტივას გვისახავს რეგიონის ხვალინდელი დღისა, რომელშიც რასაკვირველია ჩვენი მდგომარეობა უაღრესად მძიმე იქნება. ბატონო შოთა, თქვენ თუ ეთანხმებით ბატონ მამუკას იმაში, რომ მართლაც დრამატულია სიტუაცია?
და შესაძლოა ესე დავკარგოთ კიდევ და კიდევ უფრო მეტი ტერიტორია. არა, ტერიტორიებს ჩვენ ნამდვილად არ დავკარგავთ და ესეც არ აქვს დაკარგული. მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ვიცი რეალურად შესაძლებლობები რა არის საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო სასამართლოების, ვიცი რა მდგომარეობა გვაქვს რეალურად. მე ამის მაგალითიც მოვიყვანე საბჭოთა კავშირის ბოლო ოკუპაცია, მხოლოდ 10 წელი გრძელდებოდა და ამან დაშალა პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი და მისი შესაძლებლობები დღევანდელ დღეს გაცილებით უფრო კნინობითია. მეორე მდგომარეობა ბატონ მამუკას აბსოლუტურად ვეთანხმები თვითონ შიგნით რუსეთში საკმაოდ დაპირისპირება მიდის ხელისუფლების შტოებს შორის, თუ ამას შტოები ქვია და ორივე პიროვნება უკვე ერთმანეთს ბაძავს აგრესიულობის თვალსაზრისით, ერთმა იაპონია გაანაწყენა კურილიის კუნძულებში ჩასვლის გამო, მეორემ ანალოგიური ქმედებების მცდელობები აქვს ზოგადად კავკასიაში, თვითონ კავკასიაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, მაგრამ ეს არის რუსეთის სერიოზული პრობლემები. ეს არის რუსეთის მენტალური პრობლემა და ამ მენტალური პრობლემის დროს საქართველო არის დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად და რუსეთი არის ნაურუსთან, ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქამდე შეეძლოთ მწვავე რეაქცია მიეცათ. როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, მხოლოდ მათი განცხადებების ან მათი რეაქციების იმედად ყოფნა? ეთანხმებით, ანუ რა ღონისძიებებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება? ეთანხმებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ, მეტსაც გეტყვით, ბოლო რეზოლუცია, რომელიც გაერო მიიღო სამშვიდობოები DSFS-ი იყო მოხსენიებული დადებით კონტექსტში, ეს იყო სადღაც მარტის ბოლო რიცხვებში და სამ თვეში ამ სამშვიდობოებმა სამეგრელოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ამიტომ ისინი არაადეკვატურად აფასებდნენ მდგომარეობას. სწორედ ამ დინამიკაზე ვსაუბრობდი მე, როდესაც თქვი, რომ აგვისტოში ჯერ ირკვეოდა ვინ დაიწყო ომის შემდეგ თანაზომადი იყო თუ არა თანაზომადი, დღეს უკვე საუბარია, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ანუ ამ ტერიტორიაზე მოხდა რეალურად დანაშაული. და ეს დანაშაული ჩაწერილია უკვე გაეროს რეზოლუციაში. მეორე არის შემდეგი, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოება დაარღვევს თავის ძირითად პრინციპებს, ეს არის მთელი ღირებულებითი სისტემა, აბსოლუტურად თავდაყირადგება ყველაფერი. ანუ საერთაშორისო საზოგადოება, სასამართლოები, ორგანიზაციები, სახელმწიფოები უშვებენ, რომ ერთმა სტრუქტურამ შეიძლება მეორე რეგიონში მოაწყოს ეთნოწმენდა, დაარსოს შემდეგი ბრწყალებში დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს არის იმ დონის დანაშაული, რომ ამის დაშვება არის პრაქტიკულად გამორიცხული. მესმის, მაგრამ ხა რა საკეთებს საქართველოს ხელისუფლება? საქართველოს ნაცვლად ასე საქართველოს ეს ამ მდგომარეობამდე მისვლა არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. მან დაიწყო შესწორებების შეტანა გაეროს რეზოლუციებში და მე გეტყვით, აი დღეს რომ საუბრობ ჩვენ მაგალითად აფხაზეთის ოკუპაციაზე. ამ პერიოდში აქ იდგა DSFS, ანუ რუსეთის ჯარი, რომელსაც ჰქონდა გაცილებით მეტი ტერიტორია ოკუპირებული, ვიდრე დღეს აქვს. იმიტომ რომ ამ რეზოლუციით, რომ 94-ის ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედებდა ენგურის აქეთ 12 კილომეტრზე მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ზონა და კიდე 12 კილომეტრზე ჰქონდათ კონტროლის ზონა. ანუ ფაქტიურად ხობამდე ენგურის გასწვრივ ისინი ყველაფერს აკონტროლებდნენ. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ასეთ შემთხვევაში მათ ჰქონდათ შემდეგი ზონა, 15 კილომეტრიანი ცხინვალის რადიუსზე და პლუს 7 კილომეტრიანი შემდეგ უკვე უსაფრთხოების ზონა და ეს ჩამოდიოდა გორის ტრასამდე. დღეს რამდგომად ამ ორივე სტრუქტურას მაშინ ერქვა სამშვიდობო ძალები. ერთი იყო რუსეთის და მეორე იყო DSFS. დღეს ამას ქვია საოკუპაციო ჯარები, ამ ტერიტორიებს ქვია ოკუპირებული ტერიტორიები, ამიტომ სამართლებრივად დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჰქონდა. სამართლებრივად კიდევ ეთანხმები იმაში, რომ ტერმინები შეიცვალა და გახდა ნათელი ყველაფერი თვალთქმაცება ნაკლებია, მაგრამ ერთი ქართული სამშვიდობო ჯარი ცხინვალში იდგა მაშინ იმ პერიოდში. ჩვენი ნაწილები იქ იყვნენ თვითონ ცხინვალში. 500-ზე ქონდა და ჩვენი ბრალი იყო რომ არ იყო ეს. სწორედ ამას ვლაპარაკობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე სამართლებრივი მდგომარეობა ქონდა და ამასთან ერთად ეს იყო ნეიტრალური სამშვიდობო ფუნქციები. მესმის, მე ხა სხვა რამის თქმა მინდა, მე ვლოთის მინდა თქვა, რომ თლათ ეხლა ჩემთვის მაგალითად ესე არ იყო ბოლომდე რა შეეხება ცხინვალს, მაგრამ ხა მე სხვა რამე მინდა თქვა, ისევ დაუბრუნდე ყარაბაღის კონფლიქტს. ესე იგი 4 რეზოლუცია მიღებული სულ მეხთა მტკორცნელი გაეროს მიერ, იმისთვის რომ სომხეთმა სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და არა ყარაბაღის ტერიტორია. არც ერთი რეზოლუცია არ შესრულდა მოგესალმებათ. საქმე იმაშია, რომ პატარა ქვეყნის ძალისხმევა სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს
ყავს გვერდზე თურქეთი, ისლამური სამყარო და უზარმაზარი რესურსი აქვს. ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. მე უბრალოდ მინდა რომ პატარა ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვლაპარაკობ რა პროფესიონალურად მუშაობს თქვა ხელისუფლების